თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც დრო გაჩერებულია. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ოკეანის ფსკერზე, არის გემი, რომელმაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ კაცობრიობის რწმენა შეარყია. წარმოიდგინეთ ახლა 1985 წლის სექტემბერია. ამერიკულ-ფრანგული ექსპედიცია დისტანციურად მართვადი აპარატით არგოსი ოკეანის ფსკერს სკანირებს. ეკრანზე მოულოდნელად ჩნდება უზარმაზარი მეტალის ცილინდრი. ორთქლის ძრავის კვების სისტემა, ქვაბი. შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ეს არის ტიტანიკი. ის აქ 1912 წლიდან ცხოვრობს. დღეს ჩვენ შეგვიძლია მის გარშემო ვიაროთ ისე, რომ ამისთვის ოკეანის სიღრმეებს გვერდი ავუაროთ. ლონდონში კვლევრები უზარმაზარ ეკრანებზე ათვალიერებენ ტიტანიკის ციფრულ ტყუპისცალს, 3D მოდელს, რომელიც ისეთი დეტალურია, რომ შეგიძლია გემის მექანიკური გულის ოთახში ჩახვიდე, პროპელერზე ამოტვიფრული ნომერი 401 დაინახო და შეამჩნიო კიდეც ღია ორთქლის სარქველი, რომელიც შესაძლოა ჩაძირვის ბოლო წუთებში გენერატორების მუშაობას ინარჩუნებდა. როგორ აღმოჩნდა ეს გემი აქ? რამ გამოიწვია ტრაგედია? დღეს მოგიყვებით ტიტანიკზე. ყველაფერი დაიწყო ლონდონში, ვახშამზე, 1907 წლის ზაფხული. White Star Line-ის დირექტორი ჯოსეფ ბრიუს ისმეი და ბელფასტის გემთმშენებელი გიგანტის Herald and Wolff-ის თავმჯდომარე ლორდ უილიამ პირი ერთმანეთს კონკურენციაზე ესაუბრებიან. მათი მეტოქე კუნარდი უკვე აშენებს ლუზიტანიასა და მავრეტანიას სწრაფ ელიტურ გემებს. მე-20 საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, რომელმაც მსოფლიო სწრაფად შეცვალა. ინდუსტრია, ფხულადი, ორთქლი, ყველაფერი მიუთითებდა, რომ ადამიანი ტექნოლოგიის დახმარებით ყველაფერს შეძლებდა. სხვა აღარ იყო მტერი, სხვა მარშრუტი გახდა და სწორედ ამ რწმენაში იბადება ტიტანიკი. თუ სიჩქარეში ვერ მოვიგებთ, მოვიგოთ ზომით, ფუფუნებით და კომფორტით. ასეთი იყო მიდგომა. White Star-ის წარმომადგენელ ისმეის სწრაფად სურდა კიდევ უფრო დიდი და უკეთესი გემების აშენება. სადილის შემდეგ ბრენდის წრუპვისას მან ლორდ უილიამ პირს გაუმხილა, თუ როგორ წარმოედგინა ჰარლანდისა და ვულფის მიერ გემების ფლოტის აშენება, რომელიც კონკურენტებს დაჩრდილავდა. სწორედ მაშინ და იქვე ლორდმა დახატა ისმეის მიერ აღწერილი გემების ესკიზი. 3 ერთნაირი გემი, ოლიმპიკი, ტიტანიკი და გიგანტიკი, რომელსაც მოგვიანებით ბრიტანიკი უწოდეს. ტიტანიკის შექმნის ამბავი. ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, ჰარლანდისა და ვულფის კარიბჭეებში ყოველდღიურად 15,000-ზე მეტი მუშა შედიოდა. 1909 წლის 31 მარტს ტიტანიკის ტყუპისცალის, ოლიმპიკის კილის გვერდით ტიტანიკის მთავარი ქვედა გრძივი კონსტრუქციული ელემენტი მოთავსდა. პროცესს ჰარლანდისა და ვოლფის მთავარი დიზაინერი თომას ენდრიუსი ხელმძღვანელობდა, კაცი, რომელიც ამ გემით გულწრფელად ამაყობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გემთ საშენი უსაფრთხო ადგილი არ იყო და ტიტანიკის მშენებლობას ტრაგიკული შემთხვევებიც ახლდა. National Geographic-ის ცნობით, გემის მშენებლობის დროს 8 მამაკაცი დაიღუპა, თუმცა მათგან მხოლოდ 5-ის სახელია ცნობილი. 8 მამაკაცის მემორიალური დაფა ბელფასტში 2012 წელს გაიხსნა. მითი ჩაუძირავი. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკის მშენებლობისას ორივე გემი ოლიმპიკი და ტიტანიკი 882 ფუტის სიგრძეზე იყო გათვლილი, რაც მაშინ ახალი კუნარდის ლაინერებს 120 ფუნტით აღემატებოდა, საბოლოო ჯამში ტიტანიკი კიდევ 9 ინჩით გაიზარდა. ამით მან მსოფლიოს უდიდესი გემის სტატუსი დაისაკუთრა. კილიდან ძაბრის თავამდე 175 ფუტის სიგრძე იზომებოდა, რაც ქალაქის 4 კვარტლის სიგრძესა და 9 სართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამებოდა. მის ინტერიერში კი 16 ფოლადის ტიხარი იყო, რომლებიც გემს წყალგაუმტარ განყოფილებებად ჰყოფდა. მშენებლებს ეგონათ, რომ ტიტანიკი ნებისმიერი ავარიის შემთხვევაშიც წყალზე დარჩებოდა. თავად კაპიტანმა ვერ წარმოიდგინა სცენარი, რომელშიც მისი თანამედროვე გემი ჩაიძირებოდა. გემშენებელმა ჟურნალმა კი ტიტანიკი ფაქტობრივად ჩაუძირავად გამოაცხადა, თუმცა დროთა განმავლობაში სიტყვა ფაქტობრივად უბრალოდ გაქრა. პირველი მოგზაურობის წინ ტიტანიკი მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე მდიდრულ გემადაც ითვლებოდა.
გემის მშენებლობა 7,500,000 დოლარი დაჯდა. ამ ტიპის ლაინერის აგება დღესდღეობით დაახლოებით 9 მილიარდი დაჯდებოდა. ტიტანიკის პირველი კლასის ბილეთი ღირდა 870 გირვანქა სტერლინგი, თანამედროვე კურსით თითქმის 80,000 დოლარი. ლაინერის 9 გემბანზე განლაგებული იყო 840 კაიუტა, მათგან 416 პირველი, 162 მეორე, 262 კი მესამე კლასის. მგზავრთა და ეკიპაჟის მაქსიმალური ტევადობა კი შეადგენდა 3547 კაცს. გაშვების დღე 1911 წლის 31 მაისი, ნათელი მზიანი დღე იყო, დღე როცა ტიტანიკი პირველად დაიძრა. ლორდ პირს, კაპიტან ისმეის და ამერიკელ მილიონერ ჯონ პირპონტ მორგანს, White Star-ის ფინანსური კონტროლის მფლობელს დაახლოებით 100,000 ადამიანი შეუერთდა. ბრბო ცხიმწასმულ ხის საფეხურებზე იკრიბებოდა. გემის წყალზე გაშვებისას დამხმარე ბოძები ჩამოვარდა. ლორდ პირმა ბოლო შემაკავებელი ზოლების მოხსნის სიგნალი გასცა და ტიტანიკმა პირველად დატოვა ნავსადგურის ხიდი. გემის თავზე სასიგნალო დროშებზე კი მიწერილი იყო წარმატებები. ტიტანიკი მაშინ ჯერ კიდევ ჩონჩხის სახით ტივტივებდა. საბოლოო აღჭურვილობის პროცესი კი თითქმის 1 წელი გაგრძელდა. ოთახების კარკასები, კვამლის მილების აღმართვა, გათბობის სისტემები, პირველი კლასის სასადილო, სპორტული დარბაზი, აუზი, თურქული აბანო და უახლესი უკაბელო ტელეგრაფი. ყველაფერი ჯერ კიდევ მოსამზადებელი იყო ნაოსნობისთვის. მოგვიანებით პირველი კლასის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ნომერი შარლოტა დრეიკ კარდესამ დაჩავშნა, რომელიც იმ დროისათვის დაახლოებით 2500 დოლარი ღირდა. დღევანდელ რეალობაში ეს 75,000 დოლარზე მეტია, რაც ექვივალენტური იყო რამდენიმე წლის ხელფასისა გემის ეკიპაჟისთვის. სხვა მონაცემებით ყველაზე მდიდარი ადამიანი გემზე იყო ჯონ ჯეიკობ ასტორ მეოთხე. გარდაცვალების მომენტში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსის მფლობელი. CNBC-ის ცნობით მისი ქონება დაახლოებით 150 მილიონ დოლარს, ანუ დღევანდელ დოლარებში 4 მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენდა. ის გემზე თავის 18 წლის ახალ დაქორწინებულ მეუღლესთან, მადლენ ტალმეჯ ფორსთან ერთად თაფლობისთვის ატარებდა. მათ გარდა ტიტანიკზე სულ მცირე 13 წყვილი აღნიშნავდა დაქორწინებას. მეორე და მესამე კლასის ოთახები ფუფუნებით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ კომფორტულ საწოლებს, საკვების გამორჩეულ ხარისხსა და პრაქტიკულ სააბაზანოებს მაინც სთავაზობდნენ მგზავრებს. მესამე კლასის 700 მგზავრი კი მხოლოდ 2 აბაზანას იზიარებდა. მიუხედავად ამისა, ტიტანიკის ამ კლასის ოთახები ხარისხით ბევრად აღემატებოდა მის თანამედროვე საზღვაო ხომალდებს. საბოლოო შტრიხები. მუშები ჩქარობდნენ საღებავის და ბოლო გაბრიალებული დეტალების მოპირკეთება. 1912 წლის 31 მარტამდე უნდა მოესწროთ. ამ დღეს 62 წლის ედვარდ ჯონ სმიტი, თეთრი ვარსკვლავის ყველა პირველი რეისის კაპიტანი, ტიტანიკზე საზღვაო გამოცდის ჩასატარებლად ავიდა. ის უნდა დარწმუნებულიყო, რომ გემი მის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდა. გამოცდის შემდეგ სმიტმა განაცხადა, რომ ტიტანიკთან ერთად ის ბოლოჯერ გადაკვეთდა ატლანტის ოკეანეს. ინგლისში დაბრუნების შემდეგ კი სიხარულით გავიდოდა პენსიაზე. გემმა წარმატებით გაიარა ყველა გამოცდა და ბრიტანეთის სავაჭრო საბჭოსგან სერტიფიკატიც მიიღო. დასასრულის დასაწყისი. დიდი გემი შუადღისას გავიდა სადგურიდან. გემის საქვაბის 7 მეხანძრე დაძრულ გემს სინანულით აედევნა. მათ ტიტანიკზე უნდა ემუშავათ, თუმცა პაბში ალკოჰოლური სასმელების მიღების გამო დროის შეგრძნება დაკარგეს და დააგვიანეს. გემი კი საუთჰემპტონის მდინარის გასწვრივ მოძრაობდა. მან გადალახა ნავმისადგომზე მდგომი ლაინერი ნიუ-იორკი. ტიტანიკის ამოტუმვამ ნიუ-იორკი ნავმისადგომიდან გამოკაჩა და მისი საყრდენი თოკები გაწყვიტა. სმიტმა შეჯახების თავიდან აცილება შეძლო. გემი საფრანგეთის ქალაქ შერბურისკენ და ირლანდიის ქალაქ ქუინსთაუნისკენ გაემართა. 11 აპრილს ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენსის ბრაუნმა ტიტანიკის ბოლო ფოტო გადაიღო. შემდეგ გემი დასავლეთისკენ დაიძრა და თვალთახედვის არედან გაქრა. როცა მესამე კლასის მგზავრმა სევდიანი ირლანდიური სიმღერაერინის გოდება დაუკრა, ტიტანიკი უკვე ატლანტის ოკეანეში მიცურავდა. პირველი მოგზაურობა. 1912 წელს მეტსახელად მილიონერების სპეციალური გემი ედვარდ სმიტის ხელმძღვანელობით მოგზაურობას შეუდგა. კაპიტანი მდიდარი მგზავრების პოპულარობის გამო მილიონერების კაპიტნად იყო ცნობილი. გემზე იმყოფებოდნენ გავლენიანი ადამიანები,
მათ შორის ამერიკელი ბიზნესმენი ბენჯამინ გუგენჰაიმი, ბრიტანელი ჟურნალისტი უილიამ თომას სტედი და სუპერმარკეტების ქსელის, მეისის თანამფლობელი ისიდორ შტრაუსი თავისი მეუღლით. 10 აპრილის საღამოს ტიტანიკი საფრანგეთის ქალაქ შერბურში გაჩერდა. ქალაქის დოკი გემისთვის ძალიან პატარა იყო, ამიტომ მგზავრები გემზე პატარა კატარღებით გადაიყვანეს. მათ შორის იყვნენ ჯონ ჯეიკობ ასტორი და მისი ორსული მეორე ცოლი, მადლენი, ასევე მოლი ბრაუნი. 2 საათის შემდეგ გემა სულ აგანაგრძო. 11 აპრილის დილას ტიტანიკი ევროპაში ბოლო დაგეგმილ გაჩერებას ირლანდიის ქალაქ ქუინსთაუნს მიადგა. დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე გემი ნიუ-იორკისკენ დაიძრა. ბორტზე კი უკვე დაახლოებით 2200 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1300 მგზავრი. გემზე ასევე ინახებოდა საკვები და სასმელები. გავრცელებული ინფორმაციით 15000 ბოთლი ლუდი, 1000 ბოთლი ღვინო, 850 ბოთლი სპირტიანი სასმელები, 8000 სიგარა, 75000 ფუნტი ახალი ხორცი, 7500 ფუნტი ბეკონი, 36000 ფორთოხალი, 1000 პური და 40000 ახალი კვერცხი. ჩაძირვა. მოგზაურობის დიდი ნაწილის განმავლობაში ტიტანიკის რადიო ოპერატორები ჯეკ ფილიპსი და ჰაროლდ ბრაიდი აისბერგის შესახებ გაფრთხილებებს იღებდნენ, თუმცა გემის მართვის, ნავიგაციისა და უსაფრთხოების მთავარ ცენტრს არ გადასცემდნენ. ამ ორ ადამიანს მარკონის კომპანიაში მუშაობა უწევდათ და მათი მთავარი ამოცანა მგზავრებისთვის შეტყობინებების გადაცემა იყო. 14 აპრილის საღამოს ტიტანიკი აისბერგებით სავსე წყლებში შევიდა. აპრილი კი ყველაზე საფრთხის შემცველ პერიოდად ითვლება. კაპიტანმა ედვარდ სმიტმა ოდნავ შეცვალა კურსი, მაგრამ სიჩქარე 22 კვანძზე შეინარჩუნა. წინა საღამოს შეტყობინება მესაბამისგან აისბერგის შესახებ ასევე არ მისულა გემის კაპიტნამდე. მოგვიანებით გაფრთხილება კალიფორნიამაც გადასცა, მაგრამ არც ეს შეტყობინება დამუშავებულა სათანადოდ. ტიტანიკის კოშკურაში, სადამკვირვებლო პლატფორმაზე მსახურობდნენ ფრედერიკ ფლიტი და რეჯინალდ ლი. თუმცა ოკეანის უჩვეულო სიმშვიდის და ბინოკლების არქონის გამო ისინი ვერ ხედავდნენ აისბერგს. ბინოკლი კი ინახებოდა ოთახში, რომლის გასაღების გადაცემაც პასუხისმგებელი პირისთვის მეორე ოფიცერს სიჩქარეში დაავიწყდა. ოფიცრების შეცვლა ტიტანიკზე მოხდა ბოლო მომენტში და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. რეისის დაწყებამდე საუთჰემპტონში White Star Line-მა გადაწყვიტა, რომ გამოცდილ კაპიტან ედვარდ სმითთან ერთად გემზე ყოფილიყო კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პირველი ოფიცერი, ჰენრი უაილდი. ამის გამო მოხდა შიდა გადაადგილება. დევიდ ბლერი, რომელიც მეორე ოფიცერი უნდა ყოფილიყო, საერთოდ ჩამოსვეს გემიდან. ეს ყველაფერი გამგზავრებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მოხდა. დევიდ ბლერს თავის კაიუტაში დარჩა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის ის გასაღები, რომლითაც კოშკურაში ბინოკლების კარა დაიხსნებოდა. ეს გასაღები შოტლანდიური გაზეთის ჰერალდის ცნობით 2007 წელს აუქციონზე $90,000 გაიყიდა. დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე კანადის ნიუფაუნდლენდიდან სამხრეთით 400 საზღვაო მილის დაშორებით აისბერგი შენიშნეს. პირველმა ოფიცერმა უილიამ მერდოკმა გემის მკვეთრი მანევრის ბრძანება გასცა. ტიტანიკმა შემოფრუნება დაიწყო, მაგრამ შეჯახების თავიდან ასაცილებლად საკმარისი სივრცე არ იყო. გემის მარჯვენა მხარე აისბერგს შეეხო, რის შედეგადაც დაზიანდა სულ მცირე 5 წყალგაუმტარი განყოფილება. ენდრიუსმა მაშინვე დაადგინა, რომ წინა განყოფილებები ივსებოდა წყლით. ტიტანიკი ჩაძირვისთვის განწირული იყო. დღეს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გემი გადარჩებოდა აისბერგთან პირდაპირ შეჯახების შემთხვევაში. კაპიტანმა სმიტმა საგანგაშო სიგნალები გაგზავნა, რომელთაგან ერთ-ერთმა გემ კარპატიას 15 აპრილს ღამის 12 საათსა და 20 წუთზე მიაღწია. გემს 3 საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა ტიტანიკთან მისასვლელად. სიგნალს სხვა გემებმაც უპასუხეს, თუმცა ისინი ძალიან შორს იყვნენ. შედარებით ახლოს კალიფორნიანი იმყოფებოდა, მაგრამ მისი რადიოკავშირი ღამით გამორთული იყო. ტიტანიკიდან სამაშველო ნავების გაშვება დაიწყო პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით. თუმცა ტიტანიკის 20 ნავი მხოლოდ 1178 ადამიანს იტევდა, მგზავრთა საერთო რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებს. ბევრმა ნავმა ნახევარი დატვირთვითაც კი იმუშავა, რადგან ეკიპაჟს მიაჩნდა, რომ ჩამკეტები ვერ გაუძლებდა სრულ დატვირთვას.
არადა ტიტანიკმა დღის დასაწყისში დაგეგმილი სამაშველო ნავების წვრთნა გააუქმა და ეკიპაჟმა არ იცოდა, რომ ჩამკეტები ბელფასტში გამოსცადეს. მეშვიდე სამაშველო ნავი, რომელიც პირველი გავიდა ტიტანიკიდან, დაახლოებით 27 ადამიანს მოემსახურა, თუმცა მასში 65 ადამიანის ადგილი იყო. საბოლოოდ, პირველი გაშვებული ნავებიდან მხოლოდ 705 ადამიანი გადარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ უსაფრთხოებისთვის პროექტით გათვალისწინებული იყო გემზე 32 სამაშველო ნავის განთავსება, თუმცა White Star-ის ხელმძღვანელობის აზრით, ეს ზედმეტად გადატვირთავდა გემს. საბოლოო ჯამში კომპანიამ 20 სამაშველო ნავი განათავსა ტიტანიკზე. ტრაგედიის ღამეს მუსიკოსები ბოლომდე დარჩნენ გემზე და ვერც ერთი გადაურჩა ტრაგედიას. ტიტანიკის ჩელისტი როჯერ ფრიკუ იმ დროს მხოლოდ 21 წლის იყო. დილის პირველი საათისთვის ეკემბანზე წყალი შესამჩნევლად მატულობდა. პანიკის ფონზე რამდენიმე მამაკაცი ნავში ასვლას ცდილობდა, რის გამოც მეხუთე ოფიცერმა ჰაროლდ ლოუმ სამჯერ გაისროლა. დილის 2 საათისთვის, როდესაც ტიტანიკის ცხვირი განაგრძობდა ჩაძირვას, უკანა ნაწილი წყლიდან ამოვიდა, რამაც წარმოუდგენელი დატვირთვა გამოიწვია გემის შუა ნაწილზე. დაახლოებით ამ დროისთვის უკანა ნაწილის პროპელერები აშკარად ჩანდა წყლის ზემოთ და გემზე მხოლოდ 3 დასაკეცი ნავი დარჩა. სმიტმა ეკიპაჟი გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ამ მომენტიდან ყველა თავის თავზე იყო პასუხისმგებელი. არსებული ცნობებით ის ბოლოს სათვალთვალო კოშკურაზე დაინახეს. დაახლოებით დილის 2 საათსა და 18 წუთზე ტიტანიკზე შუქები ჩაქრა. ტიტანიკის ბორცვზე მყოფი ყველა ინჟინერი გმირულად დაიღუპა. ყველა მათგანი ბოლო წამამდე მუშაობდა, რათა გემს ენერგომომარაგება ბოლომდე შეენარჩუნებინა. გემის შუქები მხოლოდ მაშინ ჩაქრა, როცა ტიტანიკი საბოლოოდ ჩაიძირა. გარდა ამისა, ინჟინრებმა გააკონტროლეს რადიო, რომელიც განგაშის სიგნალებს გემის ჩაძირვამდე რამდენიმე წუთით ადრეც გადასცემდა. ჩაძირვისას გემი სავარაუდოდ საათში დაახლოებით 48 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა და დაახლოებით 6 წუთი დასჭირდა ოკეანის ფსკერამდე ჩასასვლელად. დილის 2 საათსა და 20 წუთზე გემი ატლანტის ოკეანის ქვეშ გაუჩინარდა. ასობით მგზავრი და ეკიპაჟი ყინულივით წყალში აღმოჩნდა. სამაშველო ნავებში მყოფებმა გადარჩენილების ასაყვანად დაბრუნება დაიწყეს. ამ დროისთვის წყალში მყოფი თითქმის ყველა ადამიანი ყინვისგან უკვე დაღუპული იყო. საბოლოოდ 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეკიპაჟის გარდა, რომელთაგან დაახლოებით 700 ადამიანი ემსხვერპლა ტრაგედიას. ყველაზე დიდი დანაკარგი მესამე კლასის მგზავრებმა განიცადეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მტკიცებები იმის შესახებ თითქოს მგზავრებს ნავებში ასვლა აუკრძალეს გაქარწყლდა. იმის გამო, რომ სმიტმა არ გამოაცხადა საყოველთაო განგაში, მესამე კლასის ზოგიერთმა მგზავრმა ვერ გააცნობიერა სიტუაციის საშიშროება მანამ, სანამ ძალიან გვიან არ აღმოჩნდა. ბევრმა ქალმა ასევე უარი თქვა ქმრებისა და ვაჟების დატოვებაზე, ხოლო ტიტანიკის ქვედა დონიდან ნავიგაციის სირთულემ მგზავრების გემბანზე ასვლა გაართულა. პირველი ნაწილის დასასრული.